ეთერშია გადაცემა 6-დან 7-მდე. ჩვენ გვაქვს ერთად ვართ ტალღაზე FM 104.5, გრძელდება გადაცემა 6-დან 7-მდე. სტუდიაში სტუმართან ერთად დავბრუნდით. დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობს პოეტი გიორგი გაბაიძე, რომელიც ამავე დროს ნოდარ დუმბაძის სახელობის ლიტ-კლუბის ხელმძღვანელია. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით რადიოს მსმენელებს. პოეზია, პროზა ის სარკმელია, საიდანაც შეიძლება შეიხედოს შემოქმედი ადამიანის სამყაროში. ეს სამყარო კი საოცრად შთამბეჭდავი და მიმზიდველია. ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ფირუზ ბოლქვაძის მომზადებული სიუჟეტი მოვისმენოთ. უკვე 2 წელია, რაც ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. დამწყები პოეტები და მწერლები აქ ერთმანეთის შემოქმედებას ეცნობიან. კლუბი, რომლის მიზანიც ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდების დაახლოვებაა, ამ დროისთვის 50-მდე წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მოსწავლეები ხატია სიხარულიძე და მირიან გიორგაძე. ვარ 1 წელზე მეტია ამ კლუბის წევრი, როცა გადმოვედი მეათე სკოლაში, მაშინ დავიწყე ამ კლუბში სიარული და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ კლუბში შემოსვლა, ვინაიდან დავხვეწე წერის სტილისტიკა და თუ რამეს მივახციე დღეს ჩემს რასაც წერ, ყველაფერი არის ამ კლუბის დამსახურება, როცა უყურებავ თქვა კლუბში შემოსვლამდე ჩემს ნაწერებს, მეცინებდა მაშინ უბრალოდ წერის ამოყვარულო დონეზე. ახლაც ახლად ის არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ რამეს წარმოვადგენ, ის ყველაფერი არის სამსახურება ჩვენი ლიტერატურული კლუბის. ჩემთვის ეს ლიტერატურული კლუბი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ყოველი შაბათი მიხარია, რადგან აქ მოვდივარ, ხვდები მეგობრებს, ვეცნობი ახალ პოეტებს და ჩემთვის ეს კლუბი წარმატების მომტანია და თავისუფლად გადაგვადგმევინა ფეხი ხელოვნებაში. ბათუმის ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. მინისტრი გია აბულაძე მიიჩნევს, რომ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც მომავალი თაობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას ემსახურება, მისასალმებელია. ჩვენ ამ ბავშვებს ხელი უნდა შეუწყოთ არა მარტო სამინისტრომ, ან სკოლამ, ან თუ გინდათ ამ ენთუზიაზმმა ახალგაზრდა პოეტებმა, თელმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ბავშვებს, რომ განვითარდნენ და გააგრძელონ ეს დაწყებული დიდი საქმე. ამ ეტაპზე ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბის მთავარი საზრუნავი წევრთა რაოდენობის გაზრდა და შემოქმედებით მუშაობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვაა. სიუჟეტის დასასრულს კი კლუბის ერთ-ერთი წევრი და ნიჭიერი ავტორი ანდრია ფენი საკუთარ ლექსს წაგვიკითხავს. გადაიფარა დედამიწას ვერცის საბანი, ზია მოიდეს გამ ლელებმა თავქვეშ ვალიშად გადააგორეს, ღრუბლის სახით ზეცის ანბანი ქალაქმა, დილამე რამდენად გაითავისა, გასმო მეხვია, დუმარების უტყვით წამები, დალამაზი ხარ ალიონზე, ჩემო ბათუმო, მაგრამ არ მეყო საამ ქვეყნად მეტი სიტყვები დააჯობებსო, ლექსის ენით ვილაპარაკო. ფირუზ ბოლქვაძის სიუჟეტი მოვისმინეთ, როგორც უკვე ითქვა, უკვე 2 წელია, რაც ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. აჭარის სკოლების მოსწავლეთა ამ ლიტერატურულ გაერთიანებას პოეტი გიორგი გაბაიძე ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ის გახლავთ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით გიორგი და მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრია ლიტერატურული კლუბის შექმნა. ქართველებს ნიჭს მართლაც ვერ დაუწუნებ, მაგრამ ნიჭიერი შემოქმედი მოზარდის აღმოჩენა და მისთვის ხელშეწყობა, მათი ამგვარი ფორმით გაერთიანება, უდავოდ კარგი წამოწყებაა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება ნიჭიერი ადამიანი ვერ შევნიშნოთ და ვერ მივცეთ მას სწორი მიმართულება. სწორედ მაგ მიზნით არის შექმნილი ეს კლუბიც. და საერთოდ იდეა წამოვიდა იქიდან, რომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტში გადავწყვიტე შეგვექმნა ლიტერატურული გაერთიანება. აღნიშნავ აუცილებლად იმას, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არსებობდა ლიტერატურული სალონი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ბატონი მუხრან კობალაძე, ჟურნალისტი და მწერალი და ქალბატონი ბელაქებურია, პოეტი. ისინი იყვნენ ჩემი ხელმძღვანელები, არა მარტო ჩემი ბევრი მეგობრის, ძალიან ნიჭიერი ადამიანის. სამწუხაროდ ის კლუბი, ის ლიტერატურული სალონი დაიხურა მიზეზების გამო, რიგი მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ალტერნატივა, რომელიც გაერთიანებდა
არა მხოლოდ ლიტერატურულ სალონს, არამედ იქნებოდა იქ ნაწარმოებების განხილვა, სხვადასხვა ნაწარმოებების კითხვა და განხილვა. უნივერსიტეტში ჩამოგვიყალიბდა ეს იდეა, თუმცა უნივერსიტეტში ვერ განვახორციელეთ და შემდეგ როცა კი მოგვეცა ამის საშუალება, მე და ჩემი მეგობრები დავსხედით და ჩამოვაყალიბეთ პროექტის სახით, თვითონ ლიტერატურული კლუბის პროექტის სახით, ეს პროექტი მოცემული პროექტი და დავიწყეთ ენთუზიაზმით ამის შევდექით საქმეს. მოკლედ, პირველად აქ იყო კორექტირება შევიტან ერთი წელია რაც დაფუძნდა, 2 წელია რაც ლიტერატურული კლუბი მე-10 სკოლაში ფუნქციონირებს, მაგრამ მანამდე იყო პირველი სკოლის ბაზაზე, პირველი სკოლა ძალიან გვიწყობს ხელს დღემდე და გვიწყობდა ხელს, იქ ჩამოყალიბდა მხოლოდ პირველი სკოლის მოსწავლეები, შემდეგ დაიმატნენ მსურველები, ვინც გაიგო ამის შესახებ სხვადასხვა სკოლიდან, სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი თაობა წავიდა პირველი კლუბელებისგან, მინდა აღვნიშნო აუცილებლად სულხან წულუკიძე, ახალგაზრდა, თუმცა ძალიან ნიჭიერი და წარმატებული პოეტი, იგივე ლევან დევაძე, ლევან გელაძე, მარიამ ბერაია. იმის შემდეგ უკვე ხელი შეუწყო განათლების სამინისტრო და რესურს ცენტრი, გერჩი ედგა ძალიან ამ პროექტს, რითაც შეეძლო. შემდეგ შეხვედრები განვაგრძეთ ჩვენ რესურს ცენტრის, ბათუმის რესურს ცენტრის ბაზაზე. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის, როგორ გაწევრიანდნენ, როგორ მოხდა მოსწავლეების გაწევრიანება ლიტერატურულ კლუბში. მაგრამ თქვენ თქვით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, აი ვინ არიან თქვენთან ერთად? ჩვენ გენრი დოლიძე, დავით არძენაძე და მე ჩამოვაყალიბეთ რა ჭირდება დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, რა ჭირდება პირველ რიგში ახალგაზრდობას, ახალგაზრდა ნიჭიერ ავტორს განვითარებისთვის, ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები და კონკრეტული მიზნები, რასაც უნდა ემსახურებოდეს კლუბი, რაც თვითონ საიტზეც ჩვენს ლიტერატურულ საიტზე ლიტკუბიჯიზეც არის დიახ და მაგის გარდა პროექტიც არის მითითებული, რომ აუცილებლად უნდა გაეცნონ როგორც კლასიკოს, როგორც უკვე ძალიან კლასიკად ქცეულ ნაწარმოებებს და მოხდეს უნდა მას გააზრება ლიტერატურულ კლუბში, ასევე თანამედროვე ახალგაზრდა, თუნდაც არა ახალგაზრდა, თანამედროვე ჩვენი საუკუნის კლასიკად ქცეულ ავტორებს, თუნდაც პირადად თუ ამის საშუალება იქნებოდა და მოგვცა სამინისტრომ ამის საშუალება, ექსკურსიით ვიყავით ბატონ ოტია იოსელიანთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან, რობერტ მესხთან, ძალიან ბევრი ისეთ მწერალთან და პოეტთან, რომელმაც დიდი გამოცდილება გაუზიარა თვითონ მოსწავლეებს და კლუბის წევრებს. რესურს ცენტრის ბაზაზე, რესურს ცენტრმა შეგვიწყო ხელი და რესურს ცენტრის ბაზაზე მოხდა ანკეტის შექმნა, სპეციალური ანკეტა ლიტერატურულ კლუბში გაერთიანებისთვის, დაეგზავნა სკოლებს და სკოლებმა მიეწოდეს მოსწავლეებს, ვინც დაჯილდოებულია იმ ნიჭით, რომ წერდეს რაღაც ჩანახატს, ან მოთხრობას, ან ლექს და ეს ამ ანკეტების შეგროვების შემდეგ დავახარისხეთ ასაკობრივ ჯგუფებად და რესურს ცენტრში დავიწყეთ შეხვედრები, დაუკავშირეთ ყველა მოსწავლეს და მაშინ დაახლოებით 500-მდე ანკეტა შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით, რა თქმა უნდა, ეს იყო 500, ასე რომ ვთქვათ, ვერიული და 500 მოსწავლე, ეს იყო ალბათ უეცარი ენთუზიაზმი მათი, დაახლოებით 200 მოსწავლე შემდეგ უკვე რეგულარულად დადიოდა კლუბზე. ჩვენ გვქონდა კვირაში 4 შეხვედრა 200 საკობრივ ჯგუფთან 12 წლამდე და 12 წელს ზევით მოსწავლეებთან. მაშინ დაიყო ჯგუფის ხელმძღვანელები, იყვნენ კლუბის წევრები, რომლებიც შემდეგ გახდნენ კლუბის ხელმძღვანელები, ახალგაზრდები და ძალიან კარგად უძღვებოდნენ, ისე მინდა აღვნიშნო მარიამ ბერაია, ლევან დევაძე, რომლებიც თვითონ უძღვებოდნენ ჩვენგან დამოუკიდებლად ამ კლუბს და დღესაც ხდება მასე. შემდეგ უკვე მე როგორც კი დავიწყე მუშაობა მე-10 სკოლაში, ხელშეწყობა იყო ამ სკოლისგან და გადავინაცვლეთ იქ, გამოგვეყო ცალკე ფართი, სადაც ვიკრიბებოდით ცალკე ის აღჭურვილობა, რაც ლიტერატურულ კლუბს ჭირდებოდა, აუდიო, ვიდეო, პროექტორი თავისი და ასე შემდეგ, რაც საჭიროა საერთოდ ამისთვის და გავაგრძელეთ შეხვედრები. დღემდე ძალიან მინდა აღვნიშნო ის წარმატებები, რაც ლიტერატურულ კლუბს მიუღწევია ლექსების გამოფენაში, ძალიან კარგი პროექტი ტარდება ბათუმში, მაისში, ახლა მაისში იმართება იქ ასეთი პროექტია, სადაც ერთი ლექსი უნდა გააგზავნო და 100 სიტყვიანი ჩანახატი
აი მაგ წარმატებები აქვს ჩვენი კლუბის წევრებს, სულხან წულუკიძე, ლევან დევაძე, ლიკა ცნობილაძე გახდნენ მკითხველის სიმპათიები, ანუ ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით ეს და მათი წარმატება კიდევ სხვადასხვა კონკურსებში მინდა აღვნიშნო. აი თავისი ვებგვერდი აქვს თქვენს დიახ, აი ამ ვებგვერდზე ეს იდეა მოგვაწოდა აი ამ ვებგვერდზე ქვეყნდება ნაწარმოებები, ლექსები, თქვენი კლუბის წევრების არა მარტო კლუბის წევრების, ყველა იმ სურველის, ვისაც სურს რომ განათავსოს თავისი ნაწარმოები მოცემულ საიტზე. იდეა ეკუთვნის დღევანდელ განათლების, კულტურის და განათლების მინისტრ ბატონ გია აბულაძეს, მისგან ძალიან დიდი ხელშეწყობით და თანადგომით სარგებლობს ჩვენი ლიტერატურული კლუბი და აქ შემთხვევით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო მასაც და ბატონ მერაბ სამიძეს, რესურს ცენტრის ხელმძღვანელს. მისი იყო ეს იდეა, რომ შექმნილიყო ვებსაიტი, რომელიც ჩვენ უკვე შემდეგ განვახორციელეთ. საკმაოდ დიდი მუშაობა დაგჭირდა ამისთვის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს მუშაობა თავიდან ბოლომდე ჩადეს არა მარტო ჩვენ კლუბის ხელმძღვანელებმა, თვითონ კლუბის წევრებმაც მოსწავლემ შექმნა თვითონ ეს საიტი ძალიან კარგად რა პირობებიც ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, დაფინანსების გარეშე ძალიან კარგად მოვაწყვეთ საიტი ფუნქციონირებს უკვე დაახლოებით 9 წელია, თებერვლიდან ფუნქციონირებს, არის ყველაზე მეტად რითაც გამოვარჩევდი მე პირადად როგორც მომხმარებელი და არა მფლობელი საიტის და ადმინისტრატორი, არის კომბინირებული, აქ არის ბიბლიოთეკაც, სადაც შეგიძლია წაიკითხოს სხვადასხვა ნაწარმოებები და საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკაა იმ კლუბელების დახმარებით, რომლებიც თავისი ინიციატივით კრებდნენ ამ ნაწარმოებებს, რომლებიც ინტერნეტში არ არის განთავსებული თავისი ხელით და იმას შემდეგ ვათავსებდით საიტზე და არის ეძლევა საიტის მომხმარებელს შესაძლებლობა განათავსოს, დარეგისტრირდეს, რა თქმა უნდა და განათავსოს თავისი ნაწარმოები, რომელიც სპეციფიკური წესის მიხედვით, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ 3 დღის შემდეგ, რედკოლეგიის განხილვის შემდეგ, ნაწარმოების თუ აქვს რაღაც ელემენტარული ლიტერატურული ღირებულება, გამოქვეყნდება საიტზე და იხილავს მას ყველა მკითხველი, ვინც შევა საიტზე litclubi.g. ლიტერატურულ კლუბს აქვს საკმაოდ შემეცნებითი დატვირთვა და თქვენ როგორც წეგანაც აღნიშნეთ, დასაწყისში მართავთ საღამოებს, ექსკურსიებზე და კლუბის წევრები ხვდებით შემოქმნეთ ადამიანებს, აი სამომავლო გეგმები როგორია ამასთან დაკავშირებით. თან აი ეს ლიტერატურული კლუბი ბათუმში ცხადია აერთიანებს ბათუმელ მოზარდებს, მაგრამ როგორც ვიცით, თქვენ სხვადასხვა რაიონში გაქვთ ესეც განათლების და კულტურის სამინისტროს დახმარებით გადავწყვიტეთ რაიონებშიც გავსულიყავით იგივე წესით, შევაგროვეთ ანკეტები, მოსწავლეები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ გაერთიანების და შეიკრიბა იქაც ჯგუფები, ეს არის ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში ჯგუფები, სადაც პერიოდულად დავდიოდით ჩვენ სამინისტროს დახმარებით მანქანით და ვატარებდით შეხვედრებს. რაც შეეხება მომავალ მიზნებს, ახლა ძალიან დაეხმარა, მინდა აღვნიშნო ლიტერატურულ კლუბს, იგივე განათლების სამინისტროს პროექტი, სასკოლო კლუბების განვითარების პროექტი იყო, სადაც ჩვენმა სკოლამ და ჩვენი სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა აიღო გრანტი, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ შეგვეძინა ბიბლიოთეკა, აუდიოთეკა, ვიდეოთეკა და ექსკურსიებზე წავსულიყავით იგივე. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ასეთი პროექტები სამინისტროს მხრიდან, რომელიც ძალიან ეხმარება და ჩამოყალიბებაში, როგორც კლუბებს, აგრეთვე განვითარებაში. რა თქმა უნდა. ეს ბავშვები ძალიან ხშირად თქვენი კლუბის წევრები მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში. დიახ, ღონისძიებებს მართავთ, დღემდე არაერთი ღონისძიება გაგვიმართავს. როგორც საქალაქო მასშტაბით, სასკოლოდ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია
იმ ავტორების გახსენება, რომლებიც დღეს ცოტა მივიწყებულია, რა თქმა უნდა, მწერალთა კავშირის წევრებისთვის, პოეტებისთვის ისინი არ არის მივიწყებული, მაგრამ საზოგადოებისთვის მივიწყებულია და ჭირდება გაცოცხლება. აღნიშნავდი პავლო იაშვილის საღამოს, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს მწერალთა კავშირმა გვიმასპინძლა მაშინ, თუ უმასპინძლეთ მოსწავლეებს და ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა გახსენების, ძალიან შრომატევადი იყო მუშაობაც, თვითონ მოსწავლეებმა რა მუშაობა ჩადეს ამაში და სამომავლოდ ვფიქრობთ ამ წელს ჯერ არ ჩაგვიტარებია საღამო, ვფიქრობთ რამოდენიმე საღამოს აუცილებლად ალბათ გალაქტიონის და ტერენტის საღამოს ვაპირებთ. უახლოეს მომავალში ლიტერატურული კლუბი ამ ორი დიდი პოეტის ერთად მოღვაწეობდნენ ისინი, ხშირად მათ შორის მკითხველები დაპირისპირებასაც ქმნიან, თუმცა ისინი ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მათი ერთობლივი საღამოს ჩატარება, თვითონ კლუბელებიც მზად არიან და სურვილი აქვთ ძალიან დიდი. საქართველოს სხვა ქალაქებში თუ არის ანალოგიური კლუბები და მათთან თუ გაქვთ კონტაქტები, ეს ხომ არის ძირითადად ურთიერთობაზე, შემოქმედი ადამიანების ურთიერთობაზეც გათვლილი, გარდა იმისა, რომ შემეცნებითი დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შემოქმედებას. საქართველოს სხვა ქალაქებში არის კლუბები, ოღონდ ჩვენ მაგალითად ვიყავით რამოდენიმე დღის წინ ქუთაისში მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრაზე. იქ არის უნივერსიტეტში კლუბი, რომელთანაც ძალიან თანამშრომლობთ. მან გვიმასპინძლა იმ კლუბმა, პატარა საღამოც გავმართეთ, შეხვედრა ჰქონდა ავტორებთან. მეტი არ ვიცი, ალბათ არსებობს ასეთი კლუბები, თუმცა სჭირდება პოპულარიზება აუცილებლად ყველაფერს, იგივე ინტერნეტით პოპულარიზება, სატელევიზიო პოპულარიზება, რადიო მხარდაჭერა. დიდი მადლობა დღევანდელი მოწვევისთვის, აუცილებელია დაეთმოს ასეთ კლუბებს და ასეთ პროექტებს დრო ტელევიზიაშიც, რადიოშიც, ინტერნეტ სივრცეშიც და მხარდაჭერა აუცილებელი, თორემ დარწმუნებული ვარ არსებობს. სასკოლო დონეზე არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ლიტერატურული სალონი არსებობს თბილისში, ლიტერატურული გაერთიანება არსებობს თბილისში, რაც მისასალმებელია და რაც ხვეწავს აუცილებლად ავტორის შემოქმედებას და ავტორის გემოვნებას. გარდა იმისა, რომ ბავშვები წერენ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უკითხავენ, გარდა იმისა, რომ სხვაებიც კითხულობენ ინტერნეტ მომხმარებლები, მათ ნაწარმოებებს ისინი სწავლობენ მსჯელობას, ერთმანეთის ნამუშევრის შეფასებას. ალბათ ეს რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ეგ არის აზროვნება, რომლითაც იწერება შემდეგ ნაწარმოები. თუ იგი ვერ იცნობს კლასიკურ ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას, რა იწერება, დღეს შეიძლება მოხდეს განმეორებაც კიდეც, შეიძლება მოგიწიოს ერთი ადგილის ტკეპნა. ამიტომ აუცილებელია თანამედროვე უცხოელი ქართველი ავტორების, თარგმანების მოძიება, რაც შესაძლებელია იგივე ინტერნეტ საიტებიდან, ლიტერატურული ჟურნალებიდან. აქვე მინდა აღვნიშნო ჟურნალ ჭოროხს, ბატონ სანდრო ბერძეს მადლობა გადაუხადო, მან ლიტერატურულ კურს ნომერი აჩუქა მთლიანად, ძალიან თანამშრომლობთ ჟურნალ ჭოროხთან, მოსწავლეების ნაწარმოებები იბეჭდება, ჩვენი ნაწარმოებები დაიბეჭდა, მოსწავლეების ნაწარმოებები დაიბეჭდა ახლად გამოსულ ლიტერატურულ ალმანახში. ქალბატონი ბელა არის იდეის ავტორი და რედაქტორი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ზღვაურში. ძალიან კარგი იდეა, მივესალმები ბათუმში ლიტერატურული ალმანახების და ჟურნალების გამრავალფეროვნებას და გამრავლებას, რაც ავტორის ასე რომ ვთქვათ მიეცემა თავისი ნაწარმოები დაბეჭდოს ამ ჟურნალში, საშუალება მიეცემა და მკითხველს მიეცემა საშუალება ქონდეს ალტერნატივა, ანუ არჩევანი იმ ჟურნალებისა, რომელიც საერთოდ გამოდის საქართველოში და აქედან გასული ჟურნალი, ასე რომ ვთქვათ, კონკურენციას უწევდეს საქართველოში გამოსულ სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებს. წარმატებებს ვისურვებთ თქვენ და თქვენი კლუბის ყველა წევრს. იმედია, რომ ისინი
უფრო მეტად გაამრავალფეროვნებენ ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ მაგაში. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ კიდევ უფრო ნიჭიერი შემოქმედისთვის გაიკვალოს გზა. ჩვენი ქალაქი მით უმეტეს არაერთი შემოქმედი ადამიანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო და ვისურვოთ, რომ ახალი ნაწარმოებები და ლექსები შეიქმნება ჩვენს არა მარტო ჩვენს ქალაქს. დიახ და ბოლოს მაინც მინდა აღვნიშნო დავარეკლამო ასე ვთქვათ, ვინცაც სურვილი აქვს გამოაქვეყნოს ინტერნეტში თავის ნაწარმოები, ვინც წერს, ფიქრობს რომ წერს და უნდა რომ გაიცნოს მკითხველმა, დარეგისტრირდეს და შემოვიდეს ჩვენს ლიტერატურულ საიტზე litclubi.gi დაეხმარება პოპულარიზაციაში აუცილებლად და იკითხონ ჩვენ ბიბლიოთეკაში საკმაოდ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა. დიდი მადლობა გიორგი სტუდიაში მომდევნო დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროის დათმობისთვის. მე გემსვენებებს აქვე მინდა შევახსენო, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ნოდარ ნობაძის სახელობის ლიტკლუბის ხელმძღვანელი პოეტი გიორგი გაბაიძე. რამდენიმე წამში გადაცემაში 6-დან 7-მდე ჩვენი ტრადიციული რუბრიკა შტრიხები პორტრეტისათვის.